მოგესალმებით ყველას, დავბრუნდი ავატარით. უკაცრავად ცოტა პარალელურად აქ ჩემ კომპიუტერსაც მივხედავ, იმიტომ რომ რაღაცებს ვლევს. დავბრუნდი ავატარით. დღეს უნდა ნახოთ მესამე სეზონის მე-9 სერია. აი მერტო. წლის. წინა სერია იყო საკმაოდ საშინელი, კარგი გაგების საშინელი, საშინელი, საზღარი ყველანაირად შეიძლება მოიხსენოთ. ყველანაირად შეიძლება მოიხსენოთ, მაგრამ სერია აშკარად კარგი იყო, აშკარად თავისი საშიში მომენტებით. მაინტერესებს ახლა რა დაემართება კატარას, როგორ მიიღებს უბრალოდ რას მოიმოქმედებს თავის ახალ ძალასთან დაკავშირებით და როგორ მიიღებს იმას, რომ სისხლის ბრძანებელია. იმიტომ რომ წინა სერიის ბოლოს აშკარად ეტყობოდა, რომ არანაირი სურვილი არ ჰქონია ამ ძალის გამოყენების. როგორც მე ამიხსნეს მეგობრებმა, სისხლის ძალის გამოყენება შეიძლება მხოლოდ სამსი მთვარის დროს, ამიტომ საკმაოდ სამართლიანია, რომ ასეთი ის არის, რომ არსებობს ასეთი ტექნიკა, იმიტომ რომ ჩვეულებრივ დროს რომ შესაძლებელი იყოს ამის გამოყენება, იქნებოდა ნამეტანი ძლიერი და ნამეტანი რთული დასაბორჩებია, რთული დასაბარცხებელი სისხლის ბრძანებელი, როგორც არის ჰამა, როგორც არის უკვე კატარა და შეიძლება კიდევ ერთი სისხლის ბრძანებელი შეგვხვდეს კიდევ, არ ვიცით. საერთოდ სისხლის ბრძანებლები ავატარში ძალიან ცოტაა რა. შეიძლება კორაში მეტი იყოს ბევრად, იმიტომ რომ კორა თვითონაა წყლის ბრძანებელი. ვერცად წყლის ბრძანებლები რა, ცოტანი არიან და ახლა ვიხსენებ მარტო კატარა, პაკუ და ჰამა მახსენდება. ავატარებს არ ვთვლი. ნახოთ, იქნებ შეგვხვდეს კიდე რამდენიმე წყლის ბრძანებელი. კაი, შევდექით საქმეს. ავატარი ლედი დაანგზე, მესამე სეზონის მე-9 სერია. 3, 2, 1, დავიწყეთ. რელიზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. წყალი. მიწა. აქაც პაკუ არის. ჰაერი. ანკი. დიდი ხნის წინ 4-ერი მშვიდობიანად ცხოვრობდა. ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ცეცხლის ერმა ბრძოლა დაიწყო. მათი შეჩერება მხოლოდ ავატარს 4-ვე სტიქიის მბრძანებელს შეეძლო, მაგრამ როდესაც ავატარი მსოფლიოს ყველაზე მეტად ჭირდებოდა, ის გაუჩინარდა. მას შემდეგ 100 წელი გავიდა და მე და ჩემმა ძმამ ახალი ავატარი ვიპოვეთ. ის ჰაერის მბრძანებელი ანგია. მისი საოცარი შესაძლებლობების მიუხედავად კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლოს, სანამ ვინმეს გადაარჩენს. თუმცა მჯერა, რომ მანგს წინა სერიაში ინტროც კი არ იყო. არა მესმის რატომ იყო წინა სერია ასეთ საშინელი გახმოვანებით. ნამეტანი ესეთი სერია იყო. ოპა, ზუკოს ვუბრუნდებით. ხოზაის სახე. მხოლოდ ერთ რამეზე ვდარდობ. შენზე ვდარდობ. უზის დაბნელება ახლოვდება. თუ არ მზეს მთლიანად გადაიფარება და ცეცხლი. არ ვიცი, ვიხსენებიათ თუ არა, მაგრამ მე ის ხმა გახმოვანებაში არ მიწონს. ეს შავი მზის დღეს მოხდება. ყოველთვის ვიცოდი, რომ ცეცხლის ბატონთან შეყვედრა მომიწევდა. ახლა ვიცი, რომ ეს დამოუკიდებლად უნდა გავაკეთო. მესამე წელი. ცეცხლის ბატონი უნდა ნახოთ. ღამის კოშმარები და მოლანდებები. ღამის კოშმარები და მოლანდებები. აი ისიც. ეს თავდასხმის ჯგუფთან შეხვედრის ოფიციალური ადგილი. ეს ადგილი როგორ არჩია? თავდასხმის ჯგუფთან? მე და მამამ ეს კუნძული. მამასთან. კუნძულია, რომელიც კლდეზე რაკაია. ამიტომ გემების გასაჩერებლად იდეალური ადგილია. შენი არჩევანია საბა. გეგმის მიხედვით საფრთხით ვით უნდა გავჩერდეთ. უიცადე, 4 დღე? 4 დღეშია თავდასხმა. რა მნიშვნელობა? მოიცა 4 დღეში უკვე დაბნელება? მთელი 4 დღეა. მოდი დამშვიდდეთ და მართლა? საკამართალს ამბობს აქ. აქ ვართ და მზად ვართ. უმჯობესია დავისვენოთ. ანუ სერიის სათავიდან გამომდინარე უკვე მივხვდი, რომ ანგისთვის დასვენება არც ისე. ანუ იდეა კარგია, მაგრამ არ მგონია რომ გამოვიდეს. ოპა, ესეც ანგლის კოშმარი. შენი ტირანია დასრულდა ცეცხლის ბატონი. მე დაგამარცხებ.
მართლა ამის გაკეთებას როგორ კაცია. ამιλებს შარვალიც კი არ გაცვია არა. ეს რა ჩანდება? ვაუ, ასეთი სიზმრები რა თქმა უნდა არ არის სასიამოვნო საყურებელი. კონკრეტულად ამის შარვალიც კი არ გაცვია. ეს უბრალოდ სიზმარი იყო, მამა. შარვალი ჯერ კიდევ მაცვია. ჯობია ვივარჯიშო. ვარა, ახლა მეგონი უარის კოშმარებს ნახავს. ღამე თუ არ გძინავს ეს კარგის ნიშანია რა. მომამ დაიძინა. ზუკო. ახალი ხილი უფლისულო ზუკო შეიძლება ფეხი დაგბანოთ ეს მასაჟი ცხელების სახოცი მერთო ზუკოს იმენა მეფესავით ეკცევენ. მე პრინცი არის ახლა რა თქმა უნდა, მაგრამ უფლისულო ზუკო მოხდა რამე თქვენ სტარტზე არ დაბრძანდებით მე ის სახლში მივდივარ. აქედან შორს არ არის. პრინცმა ფეხით არ უნდა იაროს ბატონო კარგი რა. 3 წლის წინ ეს პრინცი გაძევებული ყავდათ. რაღაც 3 წლის წინ გააძევეთ. რამდენიმე თვის წინ ყავდათ გაძევებული. ორნაბისი, მე თან ერთად ცხოვრობენ უკვე. საყო. დიდი ხანია ყვიძავს. რამდენიმე საათია. ბევრი უნდა ვივარჯიშო, თუ ოსაისთან შებრძოლება მინდა. იცი ასეთი სიტყვა არსებობს. გადატვირთვა. კი. ნამდვილად. ვერაფერს ხვდები? ცუდ ფორმაში ვარ. თავს სუსტად გრძნობ და ცეცხლის მართვა ჯერ კიდევ არ მისწავლია. უბრალო მოძრაობებიც კი არ ვიცი. არა უშავს ანგ. მზის დაბნელება ცეცხლის მძარებლების უნარებს ისედაც შეზღუდავს. თანაც ეს სულელური ელემენტია. კარგი. სულელური. ჯერ ბევრი მაქვს. ჯობია მთელი დღე ვარჯიშს დავუთმო. კი, ზედმეტად იტვირთავს თავს და ახლა პრობლემა შეექმნება მაგის გამო. აბოთ დღეში როგორმე უნდა ჩადგეს გალაპოტში, თორემ ძინარები ვაუზას. ხედავთ. ხამემშვიდობის კატარა. ხამემშვიდობის სოკა. ხამემშვიდობის ტოპ. აი მინდა რა მეთქვა. ხამემშვიდობის მამა. ხამემშვიდობის აბადამო. ახლავე დაიძინე. ნამდვილად. ყველას ერთდროულად ვერ დავიშვიდობ. ყველას ერთდროულად ვერ ვთხარი ამშვიდობის. მერთო ისე. ჯაჭვით რო აქვს მიფული. შენი ტირანია დასრულდა ცეცხლის ბატონო. მე დაგამარცხებ. ამჯერად ჩარვლით მოვედი. ხო, როგორც ჩანს ასეა. მათემატიკის გამოცდისთვის მზად ხარ. მათემატიკის გამოცდა? არა. მათემატიკაში არაფერი მახსოვს. მოდი მე მოგიხსნი. ხო, მაინც ტესტი მაქვს. უნდა მოვებსო. დავღებავთ. მათემატიკის გამოცდა მერტო. ყოველ გაღვიძებაზე რომ ახლა შუაღამეა. უნდა დაიძინო. მაგრამ ჩემი შარვალი და მათემატიკის გამოცდა დამავიწყდა. ანგს დაიძინე. ხო, ჩემი ხათრით. ნამდვილად. შარვალი და მათემატიკის გამოცდა მოიცდის. ვაუ. მითხარი. ყველა ნეტრო რომ გისრულდებოდა სიმეტრები.
ვარდის ფურცლებით მართულ ხილის დიდტო. ხომ იცი შენ გაიხარ. შემიძლია ექსურვილი აგისროლა. თამბეჭდავი იქნებოდა. შეგიძლიათ ქალბატონისთვის ვარდის ფურცლებით მორთული ახალი ხილის ტორტი მოიტანოთ. შესანიშნავი არჩევანია, ბატონო. სამეფო ოჯახის წევრებს ბევრი პრივილეგია გაქვთ. ნამდვილად. მოსაწყენიც იქნება. მაგალითად, ომის შესახებ კი, ბატონო. სხდომები? რას ლაპარაკო? აზულა მამაზე რაღაც თქვა. მეგონა სხდომაზე შენც მიდიოდი. როგორც ჩანს არ დამპატიჟეს. როგორც წინაზე სიტუაცია მეორდება. გაიგვიძე ანგ. გაიგვიძე ძილისგან. ოზაი. გაიგვიძე და ადექი. ჩაგეცინა. და თავდასხმა გამოტოვე. საკა, ადექი უნდა გავიგო დღეს რა დღეა. რა? ვინ ლაპარაკობს? დამშვიდი. თავდასხმა. უცებდებოდ სხვილი მიარტყა. საკა, უნდა გაიღვიძო და კლდეზე ცოცვაში ივარჯიშო. რა? ჩემს ერთ-ერთ სიზმარში ცეცხლის სამეფოს ჯარისკაცებს გაურბოდი და ამ კლდეზე ასვლას ვცდილობდი, მაგრამ ზედმეტად ნელი აღმოჩნდი და დაგიჭირე. ეს მხოლოდ სიზმარი იყო. ცოცვა კარგად გამომდის. მაშინ ამ კლდეზე აცოцდი. სწრაფად. გაიხვიცოს ჯერ. სულელი ავატარი. ნამდვილი. სულელური სიზმარი. სწრაფად ცოცვა შემიძლია. მართლა შეიძლება. რატომ? მოწამულია? ჩემს სიზმარში შუა ბრძოლაში ვიყავით, როდესაც ტუალეტში გასვლა. შენი პატარა შარდის ბუშტიც გამოდავიხოცეთ. შეკითხვა შეიკრა. ჩემს სიზმარში თმა მატარებლის ქვეშ მოყვა და ვიცი, ვცდილობ და არანგის სიზმრები. დაღლილი ხარ. არიცია. მართალი ხარ. ტუალეტში მოგით. შარდის ბუშტის გამოწავებით. ესე სოდამ უნდა ისწავლოს ცოცვა. ყოველთვის, როდესაც სტრესზე ვფიქრობ, უარესად ხვდები. თითქოს ნერვების დიდი და მზარდი გუნდა ვარ. რა თქმა უნდა ხარ. ეს იმიტომ რომ კატარას არ შეუძლია მის გაკეთება. ჯეტს რო გაუკეთა. ვაუ. საკა, ამით ვერ დაეხმარება. ჯეტს რო გაუკეთა გონებაში შესვლაზე. სიმართლეა, ყველაფერი სწორედ ასე იქნება და თვითონაც იცის. ვიცი რა, რაღაც მოვიფიქრე. განტვირთვისთვის მოემზადე. ამე მასაჟს გავუკეთე. ვარჯიშების იოგას ვარჯიში. ასეთ გარემოში აკეთებ. გაიმართე. ძეს შეხედე. და შეიგრძენი შენი ენერგია როგორ თავისუფლდება. ახლა კი თვალები დახუჭე. თავს როგორ გრძნობ? გრძნობ, რომ ძალიან დამცხ. კარგია. არა, ეს არ არის კარგი. თითქოს ჩემს გარშემო ძალიან ცხელა. თითქოს ცეცხლის ბრძანებლები არიან. თითქოს ცეცხლის ბატონის სასახლეში ვარ და ის ცეცხლის ბურთებს მესვრის. და მთელი სამყარო ცეცხლმას დადგა. გონია სტრესის საუბრით უნდა მოიხსნა. სადმე გრილად გილას წაიყვანეთ. პირდაპირ საქმეზე გადადი და მითხარი რა გაწუხებს. იცი რაც მაწუხებს. რამდენიმე დღეში ცეცხლის ბატონს უნდა შევებრძოლო. ცეცხლის ბატონზე უფრო მეტი მომიყევი. მისი ასე ძალიან რატომ გეშინია? შენ თვითონ თქვი, რომ ის მსოფლიოში ყველაზე საშინელი კაცია. მე ის უნდა დავამარცხო და სამყარო უნდა გადავარჩინო. ხანდახან ცხოვრება ასეთია რა? თითქოს სამყარო ბოროტებისგან უნდა დავიცვათ. კარგი, მაგრამ იმისთვის რომ თავი უკეთ ვიგრძნო, რა უნდა გავაკეთო? არ გინდა რომ ამ ბალიში იყვირო? არა. რელიზი მოამზადა აჭარანეთ. აზულა. გამარჯობა ზოზო. თუთმის დასავარცხნად მოხვედივ შიშობ რომ დაცდა მოგიწევს. როგორც ხვდები დიდი საომარი შეხვედრა იგეგმება არა? და როგორც ჩანს დაპატიჟებული არ ვარ. რას გულისხმობ? რა თქმა უნდა დაპატიჟებული ხარ. მართლა? ალბათ სწორედ ამიტომ ეს ჩემთვის არავის უთქვამს. სუკო, ასეთი დრამატული ნოიქნები. დარწმუნებული ვარ მამას შენი იყოფნა უნდა. სავარაუდოდ არ დაგპატიჟეს. ისედაც ნათელი არ მქონდა იყო. დაპატიჟებული ხარ და არ დაგპატიჟეს. ოჩა. მანდა, მე ხომ პრინცესა ვარ.
მე კი პრინცი კი სწორედაც. ამიტომ ნერვიული ბავშვით მოქცევა შეწყვიტე. უბრალოდ შეხვედრაზე წამოდი. დაივიწყე. არ მოვდივარ. ნუ პრინციპში სწორია კარგი. წინასე წამოვიდა და შეცდომა დაუშვა გჭირდება. არა არა. კი ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვიღაც მცემს. ნამდვილად უკაცრავად. ოქს მასაჟი არ გაუსწრება შეგვიძლია კიდევ ერთი. ბავშვი არის და ის განიხედა აკუპუნქტურა. ზღარები ზუკო, ეს მხოლოდ სულელური სხდომა. ეს ვის აინტერესებს? მე არ მაინტერესებს. კარგია, არც უნდა გაინტერესებდეს. საერთოდაც იქ წასვლა რატომ უნდა გინდოდეს? გაიხსენე ბოლოს ასეთმა შეხვედრამ როგორ ჩაიარა. აი ზუსტად ვიცი. მაგიტომ არ მინდა ისიც რა გამოგისწორებს. მოდი მსახურებს დაუძახოთ. ძალიან მშიად ხილის ტორტ შევჭამ. და მოდი ქალაქში ტახტებით გავისეირნოთ. იქნებ ორჯერ ნუ ზუკოსეკა არ მინდა მაგრამ მე ცდილობს მე მართლაც ცდილობს ყველაფრისთვის გმადლობთ, ბავშვებო. თავს უკეთ გრძნობ? არა ძილისთვის მზად ხარ? მგონი ცოტათი უკეთ ვარ. ალბათ. თუ ასეა ჩვენი სამუშაო დასრულებულია. არ ვიტყოდი ახლა იყვირებს ძილში და გაგაგვიცემს უყურებს შემეშინდა ამჯერად ბომბო უკაცრავად ის რა ჰორორები წამოვიდა ამ დროს თუნდაც მეორე სერია თუნდაც ეს ზუკო პირველი სეზონის ზუკო კომეტა მობო ეგრეც ვიცოდი რა მოხდა ანკ? ეს ხამის კოშმარებია. სიზმრები სულ უფრო უარესდება. როგორც ჩანს კიდევ ერთი თერაპიული კურსის დრო. არ მინდა არა, ეს არ დამეხმარება. არაფერი მეხმარება. მე მხოლოდ ერთი რამის გაკეთება შემიძლია. თავდასხმამდე ფხიზლად ვიქნები. არა შანსი არა როგორიმე უნდა დავეხმაროთ ანკს რადგან ხანი ორი დღე დარჩა თუ ერთი თვის მოემზადეთ. ცუდად გამოიყურები. ცოტა ხნით დაწოლა და დაძინება მართლა არ შეგიძლია? ხომ გითხარი, ვერ დავიძინებ. ანკ, ამის გათენება შენთვის ძალიან ცუდია. სინამდვილეში ფხიზლად ყოფნა ფიქრისთვის რომ მომცა. მნიშვნელოვან რაღაცებს მივხვდი კატარა. რა მნიშვნელოვან რაღაცებს? ახლა ყველაფერს ნათლად ვხედავ. მივხვდი მნიშვნელოვანი რა არის. ამას რატომ ვაკეთებ? ამას სამყაროს გადასარჩენად ვაკეთებ, მაგრამ უფრო მეტად, ამას ჩემი საყვარელი ადამიანებისთვის ვაკეთებ. შენთვის ვაკეთებ კატარა. ანკ, რას ამბობ? იმას ვამბობ, რომ მიყვარხარ. ბატო ეს ზმარია უეჭველი შანსი არა არა რას ვაკეთებთ? იმას ვაკეთებთ, რის გაკეთებასაც გული ამდენ ხანს გვიბრძანებდა. კატარა, ამუდამოდ ჩემი იქნებ. სიზმარია იმას გეუბნებოდი, რომ უნდა დაიცი. მგონი ოცნებებში კაი გადავიდე. და რაზე ოცნებობდი? მეორეჯერ ვიქნეს უკვე ასეთი რაღაც ანგის და კატარას კოცნაზე კარგად ჟღერს. წყალქვეშ ზუკო ისევ გაშლილ რითმებით ყველა თქვენ გონებათ.
რა? ადმირალები, გენერლები, ომის მინისტრები და პრინცესა ადგილზე არიან. შეხვედრას მხოლოდ თქვენ აქ მიხართ. ანუ მამაჩემს უნდა რომ შეხვედრაზე მივიდე. ცეცხლის ბატონმა თქვა რომ შეხვედრას თქვენ გარეშე არ დაიწყებს. კაი მაშინ. დამნაბდი ცეცხლის ბატონი. აპასტუს ჯავშნის გაკეთებას ვთვლობ, რომ თავდასხმის დროს შეშველი არ იყოს. ის შენი ბიზონია. წინააღმდეგ სერიებში ხო თქვა ჯავშნის ყიდვა მინდა აპასტუსო. ვფიქრობ ხელშეუხებელი ხარ ცეცხლის ბატონო. მიჯუნა, მგონი მართლა გიждები. მამო. რამე გაიგონე? არა, მაგრამ მე რაღაც ვთქვი. მოგო. შენ მეგობარო, ხილის ღვეზელზე დადებული ქლიავის ნაჭერი ხარ. ასე ჯობია. ძალიან დავიღალე და რამდენიმე წუთით მეგონა. მართლა მოლანდებები. მამო, მოდი აგიხსნი. რა იყო? იცი შენზე ნერვიულობას ვიწყებთ. მეც. დიდი ხანია არ გიძინია. მე უცნაურად იქცევი. გავს უნდა მიხედო. ასე გაგრძელება არ შეიძლება. მისმენთ. ვატყობ თლიან ბოთს დავსლია ვიდეოში. სტრესი და ღამის კოშმარები მეტისმეტია. ხიზლად ყოფნა. მამასთან გამკლავების საუკეთესო საშუალებაა. კი. ბავშვს თავი დაანებეთ. შენ რინ გეკითხება? აი მე მე როზაი დაიწყეს. მომოსალ ჭყის ძოლის დროს ნახე. მოდი ახლა ვეგავარკვიოთ. ზოგა. რა უნდა ვქნათ? რას გულისხმობ? აი ამას. გადავირები ახლა. აი მე კარგით რა ბავშვებო. ერთი გუნდი ვართ. მომო რა მხელა აი მე პატიკი ყველას უყვარს ჩაკრა. ჩაკრა სენდვიჩს კარგი გემო აქვს. რა კომენტარი გავაკეთო ამაზე აზრზიანი ვარ. მაგარია. კარგი ახლა რა ხდება? კარგია. ძივ ჩანჩქერში უნდა გადავეშვა. კარგი ასრია. და ისე ზუგო. აბა, როგორ ჩაიარა? როდესაც შეხვედრაზე მივედი, ყველა მომესალმა. მამაჩემმა ადგილი შემინახა. უნდა რომ მის გვერდით დამგზარიყო. მისი მარჯვენა ხელი ვიყავ. ზუკო, ეს შესანიშნავია. ბედნიერი უნდა იყო. მაგრამ არა. შეხვედრაზე იდეალური პრინცი ვიყავი. ისეთი შვილი ვიყავი, როგორც მამაჩემს უნდოდა. კი. მაგრამ იქ ჩემი თავი. ვა. როგორც იქნა. ახლა. რა ის ჩანჩქერშიც ვეღარ გადაეშვა ადამიანი. შეხედეთ, კიდევ ერთი ჰალუცინაცია. ეს ხრუბლებისგან გაკეთებული საწოლია. ის ნამდვილია. რამდენიმე საათის მანძილზე ვაკეთებდი. ეს საწოლი შენთვის გავაკეთეთ. აა. დაგაწნარებს. იმედი გვაქვს. მისმინეთ, მიმეორებთ რომ უნდა დავიცინო, მაგრამ არ შემიძლია. თავდასხმა ხვალ არის. ხვალ? არა, კატარა.
ძალიან ბევრი რამ უნდა ვისაუბრო. ძილი არ მინდა. მხოლოდ ვარჯიში მჭირდება. სწრაფად დამარტყი, მიდი. ისე დაარტყი რომ გაითიშოს. კიდე მე დაგარტყა. კი. მომისმინე. ამისთვის ჩვენი შეხვედრის პირველივე დღიდან ემზადებოდი. შენს წინსვლას ვხედავ. საკმარისად ჭკვიანი მამაცი და ძლიერი ხარ. მართლა ასე ფიქრობ? ძლიერი არის ბევრად. ყველანი ასე ვფიქრობ. მამაციც არის. შენ ამას შეძლებ. აი ჭკვიანზე რა თქვა არ ვიცი. მაგარი კაცი ხარ. მარჯვე ფეხებიანო. მადლობა ბავშვებო. იცით რა? ფიქრობ რომ მზად ვარ. ოპა. რაიმე. მე შენი ტირანია ვიფიქრე ზუკოს დავუბრუნდი. მართლა ჩემს დამარცხებას აპირებ შარვალიც კი არ ეს გია ქსინფუს რატო გავს ეს ოზაი? ცეცხლის მბრძანებელ ოზაი. შარვალი შენ არ გაცვია. არა სადა სამეფო შარვალი სამეფოს. აი ეგრე. გამოშტერდები ახლა. ხალხო, ესე იგი ავატარი. მესამე სეზონის მე-9 სერია, ღამის კოშმარი და დღის მოლანდებებიო თუ რაღაც მსგავსი. კაი იყო. ანგის ნაწილი ამ სერიაში, ანგის როლი ამ სერიაში იყო. არ ვიცი რა. გადაობა როგორ იყოს. გვაჩვენეს რომ ანგის გვაჩვენეს რომ საკმაოდ ძალიან ნერვიულობს რა ანგი ამასთან დაკავშირებით და ხო რა ვიცი ახლა რა უნდა ვთქვა ბოლოს და ბოლოს ის აქვს რა ქვია ერთ დღეში აქვს უკვე თავდასხმა არ მეგონა თუ ასე მალე იქნებოდა მე მეგონა ცოტა მოგვიანებით კიდე და ეს ცუდია სიმართლე გითხრათ რადგან ასე მალე ანუ მე მეგონა რომ ცეცხლის ბრძანებლობა ცოტათი მაინც ეწოდინებოდა უკვე მაგ მომენტში მაგრამ ვინღა გვასწავლოს მასწავლებელი არ ყავს ცეცხლის სოკას მასწავლებელი ეგრე ბრძანებელი არ არის მოგვასწავლოს ჯონი სადღაც შორს არის კიდე დავკარგეთ აი რო ციხეშია თუმცა შეიძლება გაიქცეს მაგრამ არ მგონია ხა მაგისთვის გამოიქცეს იქიდან ერთადერთი ვარიანტი არის ზუკო ყოველ შემთხვევაში შემდეგ სერიაში ალბათ უკვე ან მზადება იქნება ან პირდაპირ დაბნელება ну ნახავთ რაც იქნება როგორ მაინტერესებს ასე თუ ისე ხო ანგის ამბავი საინტერესო იყო როგორც იქნება გამოიძინებს და აღარ იქნება მაგის პრობლემა მაგრამ ვიღადავი აპას და ბობოს ბრძოლის სცენაზე მოლაპარაკი აპა და მომო საუკეთესოები არიან და რა თქმა უნდა ესა ზუკოს ამბავი ზუკო როგორც იქნა აღიარა რომ ეს მე არ ვარ ანუ ისეთი შვილი ვიყავი როგორც მამაჩემს უნდა და ყოფილიყავი მაგრამ ეს მე არ ვიყავიო ამიტომ როგორც იქნა მიხვდა რომ ასეთი არ უნდა იყოს და არც არის ასეთი იმედია ამის მერე უფრო შეეცვლება აზრი ყველაფერთან დაკავშირებით ისე ახლა გამახსენე კატარას სისხლის ბრძანებლობასთან დაკავშირებით არაფერი ვთქვათ და ეგრე მარტივად მიიღო ასე ვთქვათ ანუ აი მეთქეთ რომ მხოლოდ ერთი სერიით იყო და მეტი აღარ გამოჩნდება იმიტომ რომ დასანანი იქნება კი მაკანკარებს მაგძალას რო ხედავ მაგრამ თუ გამოჩნდა ესე იგი უნდა გამოიყენოს ამის შანსი არ იყოს ასე თუ ისე ხო სერია საშუალო გამოვიდა რომ არ მოგატყუოთ მე მგონი ერთადერთი საშუალო სერია ამ მეორე და მესამე სეზონის განმავლობაში კარგი ბატონო დაგამშვიდობებით იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო თუ მოგეწონათ დალაიქეთ გამოიწერეთ არხი და დატოვეთ კომენტარები მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის კარგად გრძანდებოდეთ